გამორჩეული განსხვავებული გემოები, კმაყოფილი და უკვე ერთგული მომხმარებელი. ეს სანაყინე ქსელი The Cone Culture-ის ისტორია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს თითქმის 300-მდე გემოს თავაზობს. ასორტიმენტში შეხვდებით ისეთ გემოებსაც, რომელიც აქამდე შესაძლოა ნაყინთან დაკავშირებით სულაც არ წარმოგედგინათ. მოკლედ, დღევანდელ ეთერს The Cone Culture-ზე საუბრით ხსნით, საუბარს კი კომპანიის მენეჯერთან ქეთი მიქაშავიძესთან ვიწყებთ. მოგესალმებით ქეთი, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. სანამ კომპანიაზე და ბიზნეს მოდელზე ვისაუბრებდეთ, მინდა კითხო. ჩვენი მაყურებელი თუ კითხველი გიცნობს სასტუმრო ბიზნესიდან, ტოპ მენეჯმენტიდან, თუმცა ახლა სრულიად ახალი რაკურსით გვინდა გავაცნოთ თქვენი თავი. საიდან მოხდა ეს ცვლილება და საიდან გაჩნდა იდეა The Cone Culture-ის? კარგი კითხვაა. კი ბატონო მარიამ, ნამდვილად ჩემი ძირითადი საქმიანობა არის სასტუმროები, სასტუმროებში გავიზარდე, ჩემი პირველი სამსახურიდან დაწყებული, დღევანდელ დღემდე ფაქტობრივად ყველა საფეხური მაგავლილი სასტუმროს ინდუსტრიაში. თუმცა ყოველთვის გვინდოდა მე და ჩემი მეუღლეს რომ რაღაცა ისეთი ჩვენიც გქონოდა, ჩვენი საკუთარი ბიზნესი. და ვფიქრობდით, რომ რა მიმართულებით შეიძლება და წავსულიყავით. სიმართლე გითხრათ, ამ ნაყინების ისტორიას, ისე რაღაც ჩემი შვილის ისტორია მოყვება, რომელმაც ძალიან პატარაობაში თქვა, რომ მე რო გავიზრდებიო, მინდა რომ ნაყინების გამყიდველი გავხდე, ნაყინის გამყიდველი ვიყო. ნუ ორივე ესე შევიცხადეთ კორპორატიულმა მენეჯერებმა, რომ ნაყინის გამყიდველი რა პროფესიაა და სერიოზულად არ ავიქვით ცხადია, თუმცა მე შემოგხვდა სტივ ჯობსის ცნობილი ფრაზა, რომ თუ გინდა რომ შენს გარშემო ყველა იყოს ბედნიერი, გაყიდე ნაყინი. და რაღაცნაირად ეს ფაზლი აგვეწყო, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო მიმართულება შეიძლება და ყოფილიყო. უკვე ჩვენი ყოფილა მთავარი მოტივატორი და იდეის ავტორი. იდეის ავტორი ნამდვილად თვითონ იყო. ყოველ შემთხვევაში აი ამ მოტივაცია მაგან შეგვიქმნა და დღეს Cone Culture არის ჩვენ ესე ვეძახით, ბედნიერები და ხელნაკეთი ნაყინით სავსე ადგილი. კი ბატონო. და ნამდვილად გვაბედნიერებს და ვიმედოვნებთ, რომ ასევე ჩვენ სტუმრებსაც უზიარებთ ამ ბედნიერებას, იმიტომ რომ სულ მაგას ვიმეორებ, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც ჩვენ ვყიდით ნაყინს. ანუ ვყიდით ნაყინს ცოტა სხვა მიმართულებაა. ჩვენ აქ ვქმნით გამოცდილებას. და ვცდილობთ, რომ ჩვენ სტუმრებს გაუზიაროთ ეს გამოცდილება, გაუზიაროთ ჩვენი ნაყინით ბედნიერება და შევქმნათ სწორი შთაბეჭდილება, სწორი ემოცია. იმისთვის რომ გაუჩნდეს სურვილი მეორეჯერაც ჩვენთან მოუბრუნდეს, გაუზიაროს თავის მეგობრებს, ახლობლებს ჩვენს შესახებ და ფაქტობრივად ვქმნით ესეთ ნაყინის მოყვარულების community-ს ჩვენს გარშემო და რაც ძალიან გვაბედნიერებს ჩვენ თვითონ. კეთი, რა იყო ის პირველი ნაბიჯები, რაც უკვე იდეის გაჩენიდან ბიზნესამდე გადაიდგა, რომელი იყო პირველი გემოები მათ შორის? და რა სამზადისი იყო ეს იდეიდან უკვე ბიზნესამდე? თვითონ გემოებს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან გვიყვარს კრეატიულობა, ამიტომ გარდა იმისა, რომ ეს მეინსტრიმული გემოები, როგორიც არის ვანილი, რომელსაც 0-დან ვაკეთებთ, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ ნაყინის ვანილის ჭხირებს, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ექსტრაქტს, შემდეგ უკვე ამ ექსტრაქტიდან ნაყინს ვამზადებთ. და ნუ ცხადია, რომ ეს ძირითადი გემოები ყველა გვაქვს, მაგრამ ეს განსაკუთრებული გემოები არის ფაქტობრივად ჩვენი უნიკალური სიძლიერე და სულ ვცდილობთ, რომ რაღაცა სიახლეები შემოვიტანოთ. ხა მე მგონი ნახსენები იყო ჩვენი აჯიკის ნაყინი, ამის შექმნის ისტორიაც ძალიან საინტერესო არის, ვინაიდან თავის დროზე ზუგდიდში მოგვიწვიეს აჯიკის ფესტივალზე. და ცოტა გაგვიკვირდა ხა ჩვენ აჯიკის ფესტივალზე რითი უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ისევ ჩავერთეთ კრეატიულობა, ჩვენმა შევზარეულმა თქვა, რომ არ არსებობს გემო, რომლის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია და მოусინჯეთ ამ ფესტივალისთვის, თუმცა უკვე წლებია გასული, ეს აჯიკის ნაყინი ჩვენთან ძალიან პოპულარულია და ფაქტობრივად ძალიან ბევრი გვიცნობს კიდევაც, როგორც აი ამ აჯიკის ნაყინის ადგილი, რაც ძალიან გვიამაყება. პერიოდულად ესეთ ექსპერიმენტებს ვატარებთ ხოლმე და გვიყვარს ესეთი საინტერესო გემოების შექმნა. ნივრის ნაყინი, ესეთი უცნაური გემოები გვაქვს, თუმცა ამასთან ერთად ძალიან ვცდილობთ ქართული გემოების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ვინაიდან ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი გვყავს ჩვენთან ხშირად სტუმრობს.
და ვცდილობთ, რომ ჩვენი ნაყინით ასევე რაღაცა კუთხით ვაზიაროთ ჩვენ ქართულ ცნობილ გასტრონომიას. ამიტომ გოზინაყის ნაყინის ახალწოდ აუცილებლად ყოველთვის გვაქვს. სტუმრები მოდიან, გოზინაყი რა არის, შესაბამისად აქ უყვებით, როგორი ტრადიცია გვაქვს გოზინაყის და ასე შემდეგ. და ასევე ახლა ზაფხულის სეზონი მოდის, ამიტომ ბევრი გვექნება ჩვენი ადგილობრივი ხილი, ცხადი, ახლა მარწყვი, გარგარი და ვცდილობთ, რომ ისევ ბანალური გემოები არ გქონდეს და ვუხამებთ განსაკუთრებულ გემოებს. ამიტომ მარწყვი ჩვეულებრივი არ არის და არის მარწყვი და რეჰანი. გარგარიც ასევე მოდის ტარხუნასთან ერთად და ესეც რაღაცნაირად ხელს უწყობს ადგილობრივი აი ამ გემოების პოპულარიზაციას. რომელია ყველაზე მოთხოვნადი გემო მომხმარებლის მხრიდან ამ პერიოდის განმავლობაში და რაოდენობას დავასახელოთ? გონი 300-მდე არის ხო? გემოები, რეცეპტურები გვაქვს 300-მდე, ახლა მუდმივად 300 ცხადია არ გვაქვს, ეს არის სეზონურობასთან დაკავშირებული, არის გემოები, რომელიც არის კონკრეტულად რაღაცა დღეზე მიძღვნილი, გვაქვს ვალენტინობის გემო კონკრეტულად, კახური ვარდი, თეთრი შოკოლადით და ეს ძალიან კი, ვალენტინობაზე აუცილებლად ვაკეთებთ ხოლმე მაგას. ვერ ვიტყვი, რომელია ყველაზე პოპულარული. ნუ გარდა იმისა, გასაგებია, რომ ეს მაინც მეინსტრიმული გემოები ყოველთვის პოპულარულია და ვერანაირი ექსპერიმენტი ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ვანილის და შოკოლადის ნაყინის მიმართ სიყვარულს. თუმცა ბევრი სტუმარი ყავს, რომელიც აი რაღაცა თავის კონკრეტულ ერთ გემოს გამო მოდის ჩვენთან და უყვარს ის კონკრეტული ერთი გემო და აი ვერაფრით ვერ გადაყვავს სხვა გემოებზე, იმიტომ რომ მაინც და მაინც საჯიკის ნაყინი უყვარს და მოდის ამ მაჯიკაზე. კი ბატონო. წლევანდელი სეზონი უკვე როგორ დაიწყო და ზოგადად რამდენად არის საქართველოში კულტურა, რომ ნაყინი არ არის მხოლოდ ზაფხულის ტკბილეული, ეს შეიძლება ვჭამოთ მთელი სეზონის განმავლობაში. რადგან სოფლიოში არსებობს ეს კულტურა, როგორც საუბრობდით. ამ ხრივ როგორ იზრდება ჩვენი ქვეყანა? ნელ-ნელა ვზრდით ამ ცნობადობას, თუმცა ცხადია მაინც ძალიან სეზონური ბიზნესი არის და რა წამსაც კი ამინდი ფუჭდება, მოთხოვნა ნაყინზე ვარდება. ჩვენ ამას უმკლავდებით მიწოდების სერვისების დახმარებით, იმიტომ რომ ჩვენი ნაყინის გამოძახებაც შეიძლება სახლში და სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობს ცუდამინჩიც კი. თუმცა კი ცხადია, ახლა ზაფხული არის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდი ნაყინზე და როგორც კი კარგი ამინდი გამოდის, ეგრევე იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე და ძალიან გვიხარია ხოლმე ბევრი სტუმარი რო არის ხოლმე ჩვენს სანაყინეებთან. კი ბატონო. ძირითადად ვინ სტუმრობს თქვენს სანაყინეს? თქვენ ახსენეთ ასევე უცხოელების წილიც. რამდენად მაღალია მათი მხრიდან მოთხოვნა? როგორ ნაწილდება ეს? გასაკვირად საკმაოდ მაღალი წილი არის, ალბათ ჩემი დაკვირვებით 60-40-ზე იქნება, 60 აქედან უცხოელები და მხოლოდ 40 ქართველები. აი თუნდაც ეს ჩვენი უცნაური გემოები ქმნიან ინტერესის წერტილს ჩვენი სტუმრებისთვის და ჩვენ საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე, მაგალითად TripAdvisor-ზე ნომერ 1 სანაყინე ვართ TripAdvisor-ის შეფასებით თბილისში და ეს ძალიან კარგად ხელს უწყობს ცხადია უცხოელ სტუმრებთან ჩვენი წერტილის შერჩევისას, იმიტომ რომ როდესაც გეგმავენ თავიანთ ვიზიტს საქართველოში და თბილისში, ცხადია რომ რაღაც გარკვეულ აინტერესებთ ის გემოებიც, მაგრამ ქართული. ხო, კვლევას აკეთებენ, რომ სად შეიძლება წავიდნენ, რა შეიძლება ნახონ და აი ამ დესერტებში და ნაყინებში ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვარ და ცხადია მოდიან ჩვენი უცნაური გემოების გასასინჯად. კი ბატონო. კეთი, რომ შევაჯამოთ ამ დროისთვის კომპანია უკვე რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი და როგორ მოხდა ეს განვითარება? ეს იყო მოთხოვნის შესაბამისად თუ რა პრინციპით ხდება ხოლმე შემდგომი ახალი ლოკაციის შერჩევა? კი, ჩვენ ძირითადი წერტილი, სადაც ამჟამად საწარმოც გვაქვს, ეს არის შევჩენკოს 5 ნომერი, რომელიც უკვე 2018 წლიდან 7 წელი არსებობს და მეორე წერტილი, რომელიც ასევე რამდენიმე წლის წინ გავხსენით, ეს იყო ბაზარი ორბელიანზე, ფუდკორტში. წელს კი არა და წინა კვირაში City Mall-ში გავხსენით კიდევ ერთი წერტილი Food and Market-თან კოოპერაციით და გეგმავთ კიდევ ერთი წერტილის გახსნას ქალაქგარეთ. ეს მიმდინარე წლის გეგმით, რომ არასაჯაროებ ზუსტ ლოკაციას, თუმცა მიმდინარე წელს იგეგმება, რომ უკვე ახალი ფილიალიც დაემატოს. ალბათ ივნისში უკვე გავხსნით ახალ ლოკაციას. ეს განპირობებულია ცხადია მოთხოვნით.
ჩვენი ბრენდი იზრდება. ბევრი სტუმრისგან გვსმენია ყოველთვის, რომ აი საბურთალოზე როდის გახსნით და შესაბამისად ეს სითიმოლის გახსნაც მაგითი იყო განპირობებული, რომ ძალიან გვინდოდა ჩვენი სტუმრების მოთხოვნის პასუხად იმ ლოკაციაზეც გვქონოდა ჩვენი გაყიდვების წერტილი. კი ბატონო. კეთი, სანთრის პერიოდში რა ხდება ხოლმე? რამდენად ახერხებს ბიზნესი იყოს მდგრადი, როდესაც ვსაუბრობთ მათ შორის ცნობიერების ამაღლებაზე სეზონურობასთან დაკავშირებით? ზამთრის პერიოდი ყველაზე დიდი გამოწვევა რეალურად ჩვენთვის, სადღაც ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით ძალიან დაბალი პერიოდი არის ჩვენთვის ყოველთვის, თუმცა არასდროს არ ვიხურებით, ვაგრძელებთ მუშაობას, მუშაობთ აქტიურად სხვადასხვა B2B კომპანიებთან, ეს არის სასტუმროები, ეს არის რესტორნები, რომელსაც საკმაოდ დიდი მოთხოვნა აქვთ ჩვენს ნაყინებზე. მუშაობთ დელივერიზე და გაგიკვირდებათ და ყველაზე თოვლიან ამინჩიც კი ჩვენთან მაინც მოდიან ჩვენი ერთგული სტუმრები, რომლებსაც ენატრება ჩვენი ნაყინი და ცუდი ამინდის მიუხედავად მოდიან ნაყინების ხო, ზამთარში განსაკუთრებით გვენატრება ხოლმე ყველას ნაყინი. ზაფხულზე მეტადაც. აქ ვართ ყოველთვის. უბრალოდ ზამთარშიც იღებს მომხმარებელს კი, აუცილებლად. კომპანია. კეთი, ახსენე საწარმოც და ჩვენ საუბრობთ იმაზეც, რომ ეს პროდუქცია არის სრულად ხელნაკეთი. დიახ. რა პროცესია ამაზე მუშაობა, მათ შორის თითოეულ გემოზე მუშაობა და მინდა საწარმოზეც გკითხოთ. ეს არის სიახლე, ხო, მგონი გაფართოება, რომელიც პირველ ცენტრალურ ფილიალთან იგეგმება. ამაზეც ვისაუბროთ. დიახ, საწარმოს გადატანას ვგეგმავთ უახლოეს კვირებში. ეს არის განპირობებული პირველ რიგში ჩვენი ზრდის ტემპებით, რომ გვჭირდება უფრო მეტი სიმძლავრეები და შესაბამისად საწარმო გადაგვაქვს უფრო დიდ ფარჩი, ახალ ადგილას. რაღაცა საინტერესო სიახლეებსაც ვგეგმავთ ამ საწარმოს გადატანასთან ერთად. ეს იქნება ეგრეთ წოდებული show kitchen-ი, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაინახონ როგორი წარმოება ჩვენი ნაყინი, ამიტომ გამჭირვალობა ჩვენი კრედო არის და პირიქით გვინდა რომ გაუზიაროთ ჩვენს სტუმრებს როგორ კეთდება ეს ნაყინი, რომ დაინახონ ეს მთლიანად პროცესი. და რაც შეეხება გემოებს, გემოების მოფიქრება არის აბსოლუტურად კრეატიული და მოულოდნელი პროცესი. შეიძლება რომელიმე ჩვენი გუნდის წევრებიდან დილით გაეღვიძოს იდეით, რომ აი რატომაც არ გავაკეთოთ და მანდ უკვე კეთდება. და მანდ უკვე იწყებს ჩვენი შეფზარეული კრეატიულობას, იწყებს გემოების შეხამებას, საკმაოდ ისეთი შრომატევადი პროცესი არის, ვინაიდან ნაყინი ძალიან ფაქიზი პროდუქტი არის და სხვადასხვა პროდუქტებისგან გამოდის სხვადასხვა სტრუქტურა და შესაბამისად აი ამ სტრუქტურაზე მუშაობა მიდის საკმაოდ ინტენსიურად, იქამდე სანამ არ მივიღებთ იმ სტრუქტურას, რომელთაც ყველანი ვართ კმაყოფილები და რომელიც უკვე მზად ვართ, რომ გაუზიაროთ ჩვენ სტუმრებს. კი ბატონო, კეთი, საუბრობ სიმძლავრეების გაზრდაზე მათ შორის, რომლის საშუალებასაც მოგცემთ ახალი საწარმო. ახლა დაახლოებით რა მოცულობებზეა საუბარი, თუ შეგვიძლია რაღაც უხეშად ვთქვათ და რამდენით გაიზრდება წარმოება უკვე ახალი საწარმოს პირობებში? ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, ამიტომ ჩვენი წარმოება ამ ეტაპზე საკმაოდ მცირე არის, თუმცა ხას უსვავ იმას, რომ ჩვენ ვართ ისევ ხელნაკეთი ნაყინი, ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური პროცესი და ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთი წარმოების, ერთი გემოს იმ მომენტში წარმოების მაქსიმალური შესაძლებლობა ამ ეტაპზე არის სულ 10 კილო. ამიტომ ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობთ ამ ეტაპზე, რომ გავზარდოთ ეს სიმძლავრე და შევძლოთ უფრო მეტი პროდუქციის წარმოება ერთდროულად. კი ბატონო. ახსენეთ ასევე კორპორაციული შეკვეთები, ეს რა წილს წარმოადგენს კომპანიის ოპერირებაში დაახლოებით? ზრდადი მიმართულება არის ჩვენთვის, აქამდე წლევანდელ წლამდე ყავდა ესეთი საკმაოდ ცოტა რაოდენობა მუდმივი მომხმარებლები, პარტნიორები, მოდით ესე ვიტყვი. წელს გავიზარდეთ, ბევრი ახალი სასტუმრო დავიმეგობრეთ, ბევრი ახალი რესტორანი დავიმეგობრეთ და ძალიან გვსიამოვნებს ზუსტად ჩვენი ამ პარტნიორებისგან უკავშირი, რომ ჩვენი ხარისხი მათთვის არის ის სასურველი ხარისხი, რომელიც თავიანთ სასტუმროებში და რესტორნებში უნდათ რომ წარადგინონ და ასევე ჩვენი მათთვის ძალიან საინტერესოა. ყავს პარტნიორები, რომლებიც პირიქით ჩვენთან მოდიან იდეებით
იმით, რომ მოდით ახალი გემო გავაკეთოთ უშუალოდ ჩვენი რესტორნისთვის და ყოველთვის რა თქმა უნდა სიამოვნებით მიყვებით ამ იდეებს. კომპანია ამის საშუალებას მუდმივად იძლევა, რომ ნებისმიერი გემო დაიტესტოს, გამოიცადოს. ასე იყო შექმნილი შებოლილი ორაგულის ნაყინი. ექსპერიმენტალურ გემოებს ვეძახით ამას. შავი ნაყინი გავაკეთეთ შარშან და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოკლედ ესეთ ექსპერიმენტებზე ხშირად რომელიც ამართლებს როგორც ჩანს. ხანდახან ამართლებს, ხანდახან არა. თუ ამართლებს ვიმეორებთ, თუ არ ამართლებს შესაბამისად აღარ ვაგრძელებთ მის წარმოებას. კეთი, გეგმებზე მინდა კითხო, რომ შევაჯამოთ რა არის ის თავარი გეგმები, რასაც 2025 წლის პერიოდში უყურებს კომპანია და არა მხოლოდ 2025 წლის, ზოგადად სამოაო პერსპექტივაში. 25-ის გეგმა, როგორც ვახსენეთ, ეს არის უახლოეს პერიოდში საწარმოს გადატანა და სიმძლავრეების გაზრდა და ასევე ახალი ლოკაციის გახსნა. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანი გეგმა არის ის, რომ ჩვენ ზუსტად ის ქართველი სტუმრების წილი გვინდა, რომ გავზარდოთ და შესაბამისად უფრო პოპულარული გავხადოთ ჩვენი ნაყინი ქართველ სტუმრებში, რომ ეს ჩვენი ნაყინი პირველ რიგში იყოს ასოცირებული, უბრალოდ ნაყინზე ფიქრისას პირველ რიგში ჩვენი ნაყინი ახსენდებოდეთ. ეს არის ჩვენი ესეთი დიდი ამოცანა, რომელზეც ახლა მუშაობთ აქტიურად. აკეთი ბოლოს მინდა კითხო, პრინციპში საუბარი ამით დავიწყოთ. თქვენი ცვლილება, პრინციპში ცვლილება არ გამოდის, უბრალოდ ახალი საქმე. რამდენად გავს ეს ორი ბიზნესი ერთმანეთს? თითოეულს რა განსხვავება აქვს და თქვენ ის რა პროცესია თითოეულში ჩართულობა? საბოლოო ჯამში ყველაფერი მასპინძლობაა. კი. ყველგან სტუმრებთან ურთიერთობა არის. ხო, ის გამოცდილება მთავარი ალბათ ძალიან დაგეხმარებოდათ, ხო, უკვე უშუალოდ. ხადია, ხა მე თვითონ დავიწყე მუშაობა თავის დროზე მიმტანად და ეს იყო ჩემი აღმოჩენა, რომ მე ძალიან მიყვარდა სტუმრებთან ურთიერთობა, თუმცა ცხადია, ჩემი კორპორატიული კარიერის განმავლობაში გავიზარდე იქამდე, რომ აღარ მიწევს სტუმრებთან ურთიერთობა და უფრო ესეთ სასტუმროს მესაკუთრეებთან, ეს არის ძირითადად ჩემი საქმიანობა და ყოველთვის ძალიან მენატრებოდა სტუმრებთან ურთიერთობა და ამიტომ ამ სანაყინეთი ავინაზღაურე ის დანაკლისი, რაც მქონდა ჩემს საქმიანობაში და ძალიან დიდი სიამოვნებით ყოველთვის შაბათ-კვირას ძირითადად ვარ ხოლმე სანაყინეში და ჩვენ სტუმრებთან მაქვს კონტაქტი და ვუზიარებ აი ამ ჩვენ გემოებს და სიყვარულს ნაყინის მიმართ, რა ძალიან სიამოვნებს. და კეთი, ბოლოს კითხავ, ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი, რას მიიჩნევ კომპანიის მთავარ მიღწევას და შენს პირად მიღწევას უკვე საკუთარ ბიზნესში. კომპანიის მთავარი მიღწევა, რა საინტერესო კითხვაა. ამ წლების თავზე. ძალიან საინტერესო კითხვაა, მარიამ, არ ვიცი, ესე უცებ რა გამახსენდება, მაგრამ ცხადია, რომ აი ამ ქართული კულტურის და გასტრონომიის პოპულარიზაცია ნაყინის გზით ალბათ ერთ-ერთი, არ ვიცი, რამდენად ყველაზე დიდი მიღწევა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი მიღწევაა ცალსახად. კი ბატონო. კეთი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დაგელოდებით მოკლედ სიახლეების. აუცილებლად. აუცილებლად მოგეთ სტუმროთ უკვე როცა საწარმო ამოქმედდება. ჩვენს მეზობლად და მოკლედ დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. წარმატებები კომპანიას კეთი მიქაშავიძე, Concouture-ის მენეჯერი გსტუმრობდა გადაცემაში.